დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს, მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. Ამ დროიდან ჩვენს მაყურებლებს და რადიომსმენელებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 557 88 55 88. ზაფხულის სეზონია და დარწმუნებული ვარ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უფიქრია დასვენებაზე, ჰაერის გამოცვლაზე, ამ შესაძლებლობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელიც არის მოქალაქეებისთვის, ამიტომ ინტერაქტივში დღეს გადავწყვიტეთ სწორედ ასეთი შეკითხვა დაგისვათ ჩვენს მაყურებლებს და რადიომსმენელებს, როდის შეძლებთ ბოლოს რომ ქართულ კურორტებზე დაგესვენათ კურნალობის მიზნით იქნება სპეციალურ სეზონებზე და თუ ვერ ახერხებთ ამას დიდი ხნის განმავლობაში, რა არის მთავარი მიზეზები ამ ყველაფრისა? რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი აზრით დასვენება ქართულ კურორტებზე? ეს იქნება დღეს ჩვენი თემა გადაცემაში, უკვე შეგიძლიათ დაკავშირება ნომერზე, რომელიც ეკრანზე მითითებულია და იმის თქმა თუ რა შეიძლება იყოს აგრეთვე გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში აქვთ დღეს ოჯახებს და მრავალი ადამიანი წერს სოციალურ ქსელებშიც, რომ ვერ ახერხებენ ისე გადის წლები დასვენებას. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა თითქოს იზრდება, ცხოვრების დონის გაუმჯობესებით ჩვენ ვართ მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა და ბედნიერების ინდექსით თუ კეთილდღეობის ინდექსით რაღაც სასწაულებს ვახდენთ მსოფლიოში, ამას კი ხელისუფლება ამბობს, სინამდვილე რა არის ყველამ ჩემზე კარგად იცით, მაშინ ალბათ არც ერთი ოჯახი არ უნდა არსებობდეს, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც ვერ ახერხებს ქართულ კურორტებზე დასვენებას და დასვენების გარდა ჯანმრთელობისთვისაც ვიცით ეს მნიშვნელოვანია, ჰაერის გამოცვლა, მთელი კულტურა არსებობდა ამის გვახსოვს ეს განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს ახსოვთ, რომ ისე არ გადიოდა წელი და სეზონი, რომ ადამიანებს არ დაესვენათ. და აი ახლა დღევანდელ საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში, რომელშიც ეკონომიკა თურმე ყვავის, რა მდგომარეობა გვაქვს, ეს გვინდა გავიგოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ინტერაქტივის შეკითხვას. რამდენად ხელმისაწვდომია დასვენება თქვენთვის ქართულ კურორტებზე? თქვენი პირადი მაგალითით გვესაუბრეთ, როდის დაისვენეთ ბოლოს საქართველოში, თუ ამას ვერ ახერხებთ, რაში ხედავთ ძირითად მიზეზებს? სხვათა შორის არაერთი ადამიანი ამბობს, რომ იმდენად ძვირია ქართულ კურორტებზე დასვენება, რომ ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებს ურჩევნიათ საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ გატარება არ დადეგების. თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ ყველაფერს და როგორ მიგაჩნიათ ეს სიმართლეა თუ არა, რომ საქართველოში უფრო ძვირია ვიდრე უცხოეთში. 557 88 55 88 პირდაპირ ეთერში ვართ, ზაფხულის სეზონია, ივლისის შუა რიცხვებია პრაქტიკულად და არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია იმაზე, რომ მაგალითად შესაძლებლობა ჰქონდეს, რატომაც არა, ვის არ უნდა დაისვენოს სეზონზე, რამდენიმე დღე მაინც ისე გაატაროს, რომ რაღაც ეკონომიკურ პრობლემებზე არ გქონდეს საფიქრალი. სწორედ ამ სეზონიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ ინტერაქტივში მაყურებლისთვის და რადიომსმენელისთვის დღეს ეს თემა შემოგვეთავაზებინა. ასე რომ ნომერზე 557 88 55 შეგიძლიათ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ. ახლა ხაზი აბსოლუტურად თავისუფალია, მოხვდებით ეთერში მაშინვე, როგორც კი აკრიფავთ ჩვენს ნომერს და გამოვა ზარი ნომერზე. თქვენ გვისმენთ რადიო 105-სა და 1-ზე, დედაქალაქში რადიომსმენელების სათქმელიც განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ ძირითადად ავტომანქანებიდან გვისმენენ და საკმაოდ ცხელი ამინდებია უკვე და ვინც იმყოფება დედაქალაქში, მათი შეფასებაა საინტერესო, იმიტომ რომ როგორც ჩანს ისინი დასასვენებლად ვერ წავიდნენ, ახლა ავტომანქანებში იმყოფებიან და უსმენენ ჩვენს რადიო მაუწყებლობას. ტელემაყურებლებს მთელი საქართველოდან აგრეთვე ვაძლევთ შესაძლებლობას დარეკონ პირდაპირ ეთერში. რამდენად ხელმისაწვდომია დასვენება ქართულ კურორტებზე? თქვენი მაგალითით, როდის იყავით ბოლოს უქმეების გასატარებლად ქალაქგარეთ, ქართულ კურორტებზე? რა არის იმის მიზეზი, რომ ხშირ შემთხვევაში ქართული კურორტების
ფასები უფრო ძვირია ვიდრე საერთაშორისო, ვიცით რომ ბევრი ქართველი თურქეთში გადასვლასაც კი ამჯობინებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში იქაც უფრო დაბალია ფასები და ევროპის მიმართულებითაც მიემგზავრებიან. ამ დროს ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, დეპუტატებს, რომელთა უმრავლესობა მილიონერია, მათ არ აქვთ იმის პრობლემა, რომ ყველა სეზონზე არ წავიდნენ საერთაშორისო მდიდრულ ძვირფას კურორტებზე. ხო, აქაც დიდი უბსკრული ჩანს არა, სოციალური თვალსაზრისით. არის ერთი მხარე, რომელიც ძალიან დიდარია და არის მეორე მხარე, რომელიც ხელმოკლედ ცხოვრობს. ეს არის ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობა. ზარია ეთერში, გამარჯობა, გისმენთ. შუაღემშვიდობის, გამარჯობა. ხალხი თავის გადარჩენას მაგისტრის სიგრძის რა, ფედერალების ასწორებს რა, რომელიც დასვენებაზეა ლაპარაკი. მადლობა. თქვენს მაგალითზე რა სიტყვით, გავიგე რომ ჭირს ახლა ცხოვრება და ვერ მიდიხართ, მაგრამ ბოლოს როდის იყავით დასასვენებლად და რა არის? ალბათ აღარც მახსოვს რა. აღარც გახსოვთ. აი რატომ თქვენ ვერ შეძელით რომ ფინანსებისთვის მოგეყარათ თავი თუ რა გახდა ამის მიზეზი? რა თქმა უნდა, თავისთავად ხადია. ამდენი პრობლემა, ამდენი არ ვიცი. ჩვენჩენზე კარგად იქ. კი ბატონო. მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის 557 88 55 88 ინტერაქტივია ეთერში და ვსვამთ დღეს ასეთ შეკითხვას, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის დასვენება ქართულ კურორტებზე. წელიწადში ერთხელ მაინც თუ ახერხებთ ამას. კი, როგორც ამ ბატონმა აღნიშნა, ვინც ახლა ეთერში შემოვიდა, იტყვის, რომ აი რა დროს დასვენებაზე საუბარია, როდესაც ჩვენ თავის გატანა გვიჭირს თვიდან თვემდე და კვირიდან კვირამდე და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია და უამრავია სამწუხაროდ, მაგრამ დასვენება წელიწადში ერთხელ მაინც, თუნდაც რამდენიმე დღით, ეს დღევანდელ სამყაროში ფუფუნებად ნამდვილად არ ითვლება. ეს არის ჩვეულებრივი მოთხოვნილება და აუცილებლობა ადამიანისთვის. და როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ კეთილდღეობის ინდექსით მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ, კარგი მთავრობის და კარგი ეკონომიკის ინდექსებს იშველიებენ, ხომ? აი მაშინ მოდით გადავამოწმოთ ეს ინდექსები, ეს ეგრეთ წოდებული კვლევები, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, არის თუ არა სიმართლესთან ოდნავ მაინც ახლოს. ამიტომ გისვამთ ამ შეკითხვას, რომ გამოჩნდეს რეალური სურათი. ზარია გადაცემაში. მოგესალმებით. მოგესალმებით. სიტყვა დასვენება, კაი ხანია, სიმართლე გითხრა, არც კი გამიგონი. იყო ბავშვობაში, წელიწადში, ზაფხულში, მივიდიოდი ბიჭვინთაში, ხანქობულეთში, სამთაში, ამას გეუბნებით მე 70-იანი წლები, 75-იანი წლებამდე, 80-იანამდე არ დავუშავდა. ეს არის შეცვლა, ადრე მე მახსოვს ერთმა პროფესორმა თქვა, რაღაცა შეადარა, აი ბავშვიო, თოთობოში რომ ერთი ოთახი და მეორე ოთახში გაიყვანო, ესეც არის შეცვლა მაგისტრისო. ის არის შეცვლა, ის ბუნების ხედი, ის წყალი, ის შიდა განწყობა, ეს რასაც აღმოხვალდა, რასაც არ აღმოხვალდა, რაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე კიდე, ეს კიდე სულ სხვა. დიახ. არ ვითხოვთ ანტალიაში წასვლას და სადღაც კანარიის კუნძულებზე. ხალხი დიდით რო გადის იმას ფიქრობს, რაღაცა მიიტანოს სახში ოჯახის წევრები შეერია დარჩეთ. დიახ. ხოდა კიდევ გულსაც კერია, ამდენჯერ თქვენ ამას რასაც ახლა მე ვამბობდა, რა ქვეყანაში ცხოვრობდა, რა სიტუაცია ქნა ამ ხელისუფალმა. ყველა ხვდებით, მაგრამ აღიდა თქვა წიგნი დააჭიროთ. რა და როგორ მოიმოქმედო თქვენ კაი ხალხო თქვენ. ხო გინახიათ დიდი ბომბორა წაღლი გავიდი უთხოვობაში. 3-4 პატარა წაღლი გაეკიდება და გარდის. შეგიზარდეთ თქვენზე მაღლა დგას ახლა. მეტი რა გიქრა კაცო. დიახ. და ბატონია არ იქნება ორიგო ეხლა ჩემს გეუბნებით მე ვიკითხავს კაცო ვიქცე თავისი საქმეა და თავისი პროგრამა გააჩნია. არჩევნები მეახლოვდება და ყველაზე რეალური ნამდვილი მისაღები ხელსაყრელი და რა ვიცი საშუალება არის არჩევნები მოვიშლოთ ესენ მოვიშლოთ თავიდან. დიახ. ეხლა ესენი ძალიან კარგად ფდობიან. აი ხა წინა არჩევნებზე რაც გააკეთეს რო არავის არაფერს შეეკითხეს, დადესვით რაღაცა ელექტრო ჯანდაბა
როგორც ბატონმა დავით მაგნისა ეგ სამი გაყოფილები და შედგებოდა მეორე გაყოფილება იყო გაბრიგლილი და როგორც უნდა ესეთი რაღაცა რომ გააკეთო ამას აუცილებლად არ მოხდება ჯანგი. დიახ. მე პირადად რამოდენიმე უბანში მინდა ვიარო მივიდე მოვიდე აუ საქმე ხალხი სანდუხავში ჩემები ჯერ არიან ბიზნესმენ მამიაშვილები ჩემი თანამოაზრეები არიან ასეთი სახსეულ ყოფილოებიან ამათი არა ადამიანური არა კაცური აი ესენი არიან რა ვიცი რა კაცებრი შვილები ასევნი შვილები როაჩუქო სახლი იჩუქები და იმას კარიგინებენ რომ ჩუქებერი პატურდება ღიაცის ქვეშ იქნება ძალიან კარგი მე უამრავი საქმელი მექნება ამ არჩევნებთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა რომ უბანშიც ვიყავი არაერთხელ არჩევნებში კომისიის წევრი და ორშიც ვიყავი და რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა ყველაფერს ზედმიწევნით პირდაპირ გვარებით გამოაცხადეთ პირდაპირ გვარებით რომელი გვარი რასაკეთებდა თავმჯდომარე მოადგილე და მდივანი ესენი იყვნენ იმენ და დანიშნული საკრაული საარჩევნო კომისიის წევრებიდან მადლობ, დიდი მადლობა, გავიგეთ თქვენი სათქმელი და მადლობა ამ მონდომებისთვის და ამ ენთუზიაზმისთვის. აუცილებელი იქნება მსგავსი ტიპის აქტივობები და გეთანხმებით ამაში მე იქნება სპეციალური განცხადებაც ამასთან დაკავშირებით. რამდენად ხელმისაწვდომია დასვენება ქართულ კურორტებზე, ვინაიდან ზაფხული სეზონია, ახლა შუა სეზონი პრაქტიკულად, გადავწყვიტეთ ეს თემა დავუსვათ და ეს კითხვა ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. ყველას უფიქრია, რომ რამდენიმე დღე მაინც გაატაროს სუფთა ჰაერზე ქალაქგარეთ, გადის ცხოვრება და პრაქტიკულად დიდ ქალაქებში 10 წლეულების განმავლობაში ისე უწევთ ყოფნა ადამიანებს, რომ ვერც გადიან ამ ქალაქიდან და ეს ჯანმრთელობისთვის კარგი ნამდვილად არ არის პირიქით. ჰაერის ხარისხი საშინელია დიდ ქალაქებში. პროდუქტის ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია, ამას შემდეგ ეკონომიკური პრობლემები ემატება და არასრულფასოვანი კვებაც თანსდევს და მრავალი ფაქტორის გამო საგანგაშო ნიშნულზეა ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში. სამწუხაროდ, ეს კიბო შემთხვევები. ძალიან ბევრია და გაზრდილია ეს რიცხვი. ზარია, გამარჯობა. თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? სამწუხაროდ არ არის კავშირი, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ დღეს სოციალურ ქსელში ვნახე ვიდეო, რომელსაც იღებს ქალბატონი, რომელიც რუსულად საუბრობს. ის ყვება, რომ იმყოფება გაგრაში, აფხაზეთში და აჩვენებს კადრებს. როგორი დაცარიელებულია გაგრის სანაპირო, ტურისტებისგან დაცლილია პრაქტიკულად. აქაც საინტერესოა ამის ანალიზი რა ხდება, რატომ დაიცალა აფხაზეთი ტურისტებისგან და სტუმრებისგან, ადრე თუ დიდი ოდენობით რუსები ჩადიოდნენ, როგორც ჩანს და ამ ვიდეოს თუ დაუჯერებთ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა და მაგალითად გაგრაში ცარიელი სანაპირო საკუთარი თვალით ვნახეთ ამ კადრებიდან. ზარია ეთერში გისმენთ? ალო, გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. ეკონომიკასთან დაკავშირებით გავუშვებ. კი ბატონო, გისმენთ? აკი განსაკუთრებით. ეთი თუადე და გავიგეთ ალასკარეთ. აი ეს რაღაც მოგონი პადაცერია. სამწუხაროდ ცუდად ისმის თქვენი ხმა, როდის დაისვენეთ ბოლოს თქვენ? ბოლოს სარდან კარგი, დიდი მადლობა, იმედია ეთერში ისმოდა, მე ვერ გავიგონე ვერც ერთი სიტყვა. რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის დასვენება, თუნდაც წელიწადში ერთხელ ქართულ კურორტებზე, ფასები არის თუ არა მისაღები თქვენი ინფორმაციით, პირადად თქვენ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს მიუმართავ, როდის შეძელით, რომ ბოლოს გასულიყავით ქალაქიდან და რამდენიმე დღე ისე გაგეტარებინათ, რომ არ გედარდათ, გეფიქრათ მატერიალურ პრობლემებზე. ჩვენ იმასაც ვხედავთ სხვათა შორის, რომ ჩვენი კურორტები დიდწილად დატვირთულია უცხოელებით. კი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად და დიდწილად გვიხარია, რომ ტურისტი ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ამავდროულად გული შეიძლება ბევრს წყდებოდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენ თუ ვერ ვახერხებთ ამ ქვეყნის სიკეთეებით გნებავს დატკბობას, გინდა
ამ ხედების დათვალიერებას, რომელიც საოცარია მრავალ კუთხეში ჩვენი ქვეყნისა, აი მაშინ გულის წყვეტას ის იწვევს, რომ სხვა ახერხებს ამას, ძვირფას სასტუმროებშიც რჩება, ყველა კურორტზე ჩადიან პრაქტიკულად ეს ჩვენი სტუმრები და იმ გაზრდილ ფასებსაც სხვათა შორის იხდიან და ეს არ უჭირთ. და ჩვენთვის ეს დიდი პრობლემაა. როგორ შეიძლება ახლა ვივარაუდოთ ჩვენ რომ პენსიონერს, რომელსაც 370 ლარი აქვს თვეში შემწეობა, შეუძლია რომ გაემგზავროს მაგალითად ქობულეთში ან აჭარაში, ბათუმში და გაატაროს არდადეგები იქ. ვიცი რომ ეს ასეა, ვიცი რომ ჩვენი პენსიონერებისთვის ხელმიუწვდომელია ეს, მაგრამ გადაცემაში, როდესაც ამ შეკითხვას ვსვამ, მე მინდა რომ თქვენი პასუხები სხვებმა გაიგონონ. აი ეს არის უფრო მეტი ჩანაფიქრი აქ. მათ შორის ხელისუფლებამ გაიგონოს, რომელიც გვეუბნება რომ ცხოვრების დონე გაუმჯობესებულია საქართველოში და 126,000 ადამიანს სოციალური დახმარება უკვე მოუხსნეს და გრძელდება ეს პროცესი, კიდევ ბევრს მოუხსნიან. იმიტომ რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალაო და მოუხსენითო. სარია ეთერში, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? ალო, მოგესალმებით, დაიწყეთ საუბარი. მოგესალმებით, გენაცვალ. დიახ. ხომ ახლა ლაპარაკობთ პენსიონერები. პენსიონერები თავთავად განდაბათ თუნდა წეიზე, როცა კაპიტელს ვაგლებენ. აჯერმაკ დაკომი, ვაგენი მადღარი არიან, ანდათა ასეთი ქართული. გელ მაგათ იაკვანი მადღარი ეგონაო. ისეა ჩვენ თავრობა, ერთი შეგვიძლია ხომ პენსიონერებს რომ ამდენს გამოდიან და რო ხასკადებენ იქა ოქრე ერთა ხალხი და ისინი არ ვახალხი ხო ესენი ვინ არიან რას წარმოადგენენ რას ტრაბახობენ რა ჩვენ შეგვადაკო რომელიმე სწორკი იქხას ერთმა აი ერთმა მოხდება და ერთგა ჩემი შემოსავალი არის პენსია მე არ ვეგეუნა რიგი უნდა პენსია მე დასასვენებია რომ კონდა დასასვენებია ნებელი აგინდა რომ კონდა მაგათ არცერეგეჩები, მაგათ იმართყუარი არც მიხნები და არც მჭირდება. ესენი ტრაბახობის ერთ გავაკეთე, იმან ის გააკეთა. ორივე პუნქტია ხალხს, რომელიც არ ემსახურება, ხალხს არ ემსახურება, ერთ მარტო თვითონ არიან კარგად და მაგათ გონიათ ხალხის შეგედაცია. ის ვინც რო კარგად ცხოვრობო, რო იძახი, ის ალბათ მაგათი მიწველია. Parame, le arminașe, rotativor, cadașe, acla, ceni asagri calce, rotativor, pân, odisina, mai nu aporten. Samare și ce aporten, amețu. Davicirona. მადლობ ჩემო ბატონო, ემოციური იყო თქვენი სათქმელი, გეთანხმებით დიდწილად თქვენს საუბარში. აი კადრებში ვხედავთ, როგორი ქვეყანა გვაქვს ჩვენ რა სილამაზე და სამწუხარო არ არის ის, რომ პენსიონერს წელიწადში ერთხელ თუნდაც, ერთხელ წელიწადში შეეძლოს რომ დიდი ქალაქიდან იქნება თუ გინდათ სოფლიდან, წავიდეს სხვა კურორტზე, წავიდეს სხვაგან და გაატაროს რამდენიმე დღე მაინც. ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია. ეს ადამიანის მორალური მხარისთვისაც საჭიროა, იღლება ადამიანი. და არ არის ეს გადაჭარბებული ფუფუნება დღეს მსოფლიოში. რომ გვეუბნებიან მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ ეკონომიკით, აბა ვკითხოთ ერთი პენსიონერს და ვკითხოთ საქართველოს მოქალაქეს, როდის დაისვენა ბოლოს. როდესაც ევროპის ქვეყნები, რომელთა შორისაც ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს თურმე, იქ პენსიონერი ყოველ სეზონზე, ყოველ 3 თვეში ერთხელ ისვენებს, რატომაც არა, პენსია აძლევს ამის საშუალებას. ზარია ეთერში, გისმენთ? ღემშვიდობისა ბატონო. არავითარი დასვენება, არავითარი წინსვლა, აი როგორი პოლიტიკა მიყავთ იცი? დიახ. რომ ესე იგი ერთი დღე გააცდინო სამუშაო, ან მიტინგზე წახვიდე, ან სადმე ამის დრო არ აქვს. ის ზუსტად პურის საჭმლის ფულს კარგავ ინგლისი. სხვა გზა არ აქვს, გავიგე? ამისათვის ეს სპეციალურად მიყავთ ესეთი პოლიტიკა. არავითარი ახმავლობა, პირიქით მიდის დაბლა საქმე, წინსვლა ქალაქში ერთი ხიდი არ აღიზეს. მე ეხლა გეტყვით, მე თვითონ თელავიდანაა, არავის არ მეშინე.
70 წელს კაცო. რამდენი ხანია სულ იმას ვლაპარაკობთ, როგორც გუდვილთან, აი როგორც თბილისში ბავშვი რო დაიხტისა დენმა რომ მოკლა. დიახ, ვაკის პარკში ხომ? აი მე აკეთებენ ამას. თელავში ესა ჩემი უბანი სულ წაიღო, მე თბილისიდან აქა ვარ, თბილისში ვმუშაობ. წარმოიდგინეთ თქვენ ზევითა ხარეს ილია როგორც ბეტონი მოხეხო ესე იყო ბაზრის ქვემოთამდე. ქვემოთ ახალეს ხელი არ წაავლეს. აი სულ ბოლოში თელავი სადაც სავარგულები არის. მანდა სავსე იყო იმით წლებია რა ქვია ბალასი. ერთხელ ბალასი ამოიღე და დაგვაჯარიმეს. არ თვითონ იღებენ, არაც მენდავენ. კაკრას ამათი საქმე გაკეთდა ამ ღვინის ამბავზე რომ ყურძნის ჩაბარების ამბავზე გაუნადგურეს ხალხს ყველაფერი. იმოდონა რიხია შეტანილი შენი გვერდ გააშენებ ვენახს. აი ეს არის ეს საუბრობა. მადლობთ ჩემო ბატონო, გული გვატკინა იმან რაც კახეთში მოხდა, საშინელება, ჩვენი ულამაზესი და უსაყვარლესი ქალაქი თელავი ძალიან დააზარალა სტიქიამ და სხვათა შორის ხელისუფლების წარმომადგენლები შემდეგ გამოდიოდნენ და ამბობდნენ რომ ნებართვებიო ადრე ცუდად იყო გაცემული და არასწორადო თვითონვე აღიარეს. თუ ცუდად იყო გაცემული წინა მერების თუ წინა გამგებლების თუ წინა ხელისუფლებების მიერ. თქვენ რას აკეთებდით მერე? რატომ არ შეცვალეთ ის არასწორად გაცემული ნებართვები სხვადასხვა მშენებლობებზე, რომელმაც შემდეგ ხელი შეუწყო ამ სტიქიის გავრცელებას? ყოველთვის ყველაფერი სხვისი ბრალია, არასდროს მათი ბრალი არაფერი არ არის. და სხვათა შორის თუ გადახედავთ Instagram-ებს, Facebook-ს და სოციალურ ქსელებს ჩვენი მაღალჩინოსნებისა და დეპუტატებისა და მათი ოჯახებისა, ოჯახებს მე არასდროს არ ვეხები ცუდად, მაგრამ აქ მინდა მოვყვე ის რომ ძვირფას საერთაშორისო ევროპულ ტურისტულ ადგილებში ისვენებენ ყოველ სეზონზეც და ახლაც გაკრეფილი არიან დიდწილად. თვითონვე აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში ამ ფოტოებს. გასაგებია კი ბატონო შენც დაისვენე, მაგრამ ჩინოვნიკი რომ ხარ, ქართველი ხალხი რომ ხელფას გიხდის მაღალს, შენც იშრომე იმისთვის რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რომ ატყუებ პირში უცინი და ატყუებ პენსიონერს და ეუბნები თქვენი ცხოვრებაო გაუმჯობესებულიაო 20 ლარით მოუმატეს შემწეობა და გაუმჯობესებულიაო თქვენი ცხოვრებაო პროპაგანდას აწარმოებენ. სოციალურად დაუცველს ეუბნები თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდაო და 126,000 ადამიანს უხსნით დახმარებას. და ეს ჯერ პირველი ნაწილია, კიდევ სამჯერ მეც მოუხსნიან, ჯერ სადვართ. სარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა ილია. მოგესალმებით, დიახ. შენ ახლა ჩემს პატარა ხარ და გეუბნები. ადრე იყო პროფკავშირები. ისინი ჩვენამდე სადღაც ასულიყავი. ძროა ასულიყავი, ძალითაც დავინე, ძალითო დაგესვენა. მაგრამ იმის მერე რა დამოუკიდებლები დავდი 99 წლის მერე არც დიდი არც პატარა ვისაც ხალია დასასვენებლა. ეს არის უბედურება, რაც ჩვენ დაგმართეს. ეს არის უბედურება. კი ბატონო, ამ კუთხით ნამდვილად უბედურებაა, რომ ქართველი ვერ ახერხებს თავის ლამას სამშობლოში, წელიწადში ერთხელ მაინც ან მთაში წავიდეს, ან ბარში, ან ზღვა ანახოს, ჰაერი გამოიცვალოს. არ არის ეს ფუფუნება, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ვიღაც მომიბრუნდება ახლა და შეიძლება გაბრაზდეს რა დროს დასვენება, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად თავის გატანაზე ვფიქრობთო. უცხოელებით როდესაც ივსება ხოლმე ჩვენი სანაპიროები და ქართულ საუბარს ვერ გაიგონებ, მაგალითად აჭარაში, ამაზე გული გვწყდება. კი ბატონო, იყოს უნდა სტუმარიც, მაგრამ სტუმარი აღარ უნდა იქცეს უმრავლესობად. ჩვენ თვითონ ვგრძნობთ უკვე სტუმრად ხოლმე თავს. და ესეც პრობლემაა. იმდენი თურქია აჭარაში ჩამოსული არა ტურისტად, არამედ საცხოვრებლად და რჩებიან და შემდეგ ამ კაზინოებში რა ამბავია ხოლმე. ეს აჭარელებმა, ბათუმელებმა ძალიან კარგად იციან. და ჩვენც ვგებულობთ ამის შესახებ, რომ საკუთრებების უმეტესობა თურქის არის აჭარაში და ქართველი წელიწადში ერთხელ ვერ ჩადის ბათუმში. რა თქმა უნდა არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხშირად დადის დასასვენებლად და ღმერთმა ასეთები უფრო გვიმრავლოს. მაგრამ ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომლის თანახმად მთელი
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 99%-ზე მეტი ცხოვრობს ხელმოკლედ. ხოლო 9%-ზე ოდნავ მეტი ცხოვრობს მდიდრულად. ზოგიერთის ხელფასი 3 მილიონი ლარიც კია თვეში. ესენი არიან ძირითადად ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები, ესენი არიან შორს რომ არ წავიდეთ ჩვენი პარლამენტარები, რომელთაც 16,000 ლარამდე აქვთ ხელფასი. ვიმეორებ ინტერაქტივის დღევანდელ შეკითხვას, რამდენად ხელმისაწვდომია დასვენება ქართულ კურორტებზე, როდის დაისვენეთ პირადად თქვენ ბოლოს და რაში ხედავთ ამ ყველაფრის მთავარ მიზეზებს, ეს ჩვენი შეკითხვაა დღეს. ფასები არის თუ არა მისაღები ქართულ კურორტებზე, სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეებში, არ ვიცი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა ავიღოთ, ტურისტული საშუალებები სხვადასხვა, საბაგირო მაგალითად, საბაგიროთი რომ გაისეირნო, მე გაოცებული ვიყავი მესტიაში, რამდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდი და 20 თუ 25 ლარი ღირდა, აღარ მახსოვს საბაგიროთი სარგებლობა ერთი ადამიანისთვის. ესეც ერთი გზა. უკან ხომ უნდა დაბრუნდე, ანუ 50 ლარი პრაქტიკულად ამაში იყო გადასახდელი. ძალიან დიდი სიძვირეა და არაადეკვატური ფასებია. გაჩნდა არაერთი ქართული კურორტი, დაცული ტერიტორია, სადაც შესვლა ბავშვისთვისაც კი ექსკურსიებზე ფასიანი გახადეს და ეს არ არის მცირე თანხები. ძალიან მაღალი თანხებია და ამას სახელმწიფო უწყობს ხელს სამწუხაროდ. ზარია ეთერში, გისმენთ? Алло. ეთერში ხართ, გისმენთ? დიახ. ჩემ მოსაზრება მინდა გითხრათ. კი ბატონო. ესე გამიმართლა, რომ საბჭოთა კავშირის დროს გავატარე ახალგაზრდობა. აი ჩემი შვილები მეწოდება, რომ კაპიტალისტური წყობა დაიწყო. ესენი იჩაგრებიან. მე მოვასწარი კურორტებზე სიარული და ყველაფერი საუკეთესო იყო და გენგრეოდა თავზე. და საფოსორის ობიექტივით კაპიტალისტური წყობას ემხრობა. იცით რას გეტყვით? ქალბატონო, ერთი წუთით რომ გიპასუხოთ შეიძლება? იბატონო. რასაც თქვენ კაპიტალისტურ წყობას უწოდებთ, ასეთივე წყობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, მაგრამ იქ ადამიანებს ცხოვრება არ უჭირთ. ანუ ერთი კლასი, გამეფებული კლასი არ იჯიბავს ყველაფერს და მარტო თვითონ არ მდიდრდება. თვითონ თუ მდიდრდებიან, მაგალითად, სხვა ქვეყნებში იქ ხალხსაც ცოტა საძლევენ და აქ ზედმეტი მოუვიდათ ეს კაპიტალური წყობა, როგორც თქვენ უწოდეთ. არა, აქ რაშია საქმე, იცით? თვითონ წყობა იყო ისეთი, რომ კეთილ იმაზე კი არ ვიყავი დამოკიდებული. ის წყობა იყო ისეთი, რომ ზონელებზე უნდა ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული. და აქ კეთილნებაზია, რან გადმოგიჯდებენ ეს არის. მაშინ სხვანაირი წყობა იყო და სხვანაირად ვერაფერს ვერ გაბედავდა. დიახ. კი, მე მესმის რასაც ამბობთ თქვენ, სამართლიანობა უნდა იყოს სხვა შემთხვევაში ყველანაირი სისტემა კარგია, როდესაც ეს სამართლიანობის ფუძეზეა. და ამიტომ ამის წინააღმდეგი მე არ ვარ, რასაც თქვენ ამბობთ ახლა. მაგრამ დღევანდელი წყობა, თუ კი ის უზრუნველყოფს, რომ პენსიონერმაც ხირსეულად იცხოვროს, ბავშვმაც, სოციალურად დაუცველმაც, შრომითი უფლებები, შრომითი გარემო, ანაზღაურებები, ფასები იყოს სამართლიანი და ამას თავისი კანონებით არეგულირებდეს, გნებავთ პარლამენტი, გნებავთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, როგორც არის საკრებულო და ამაზე მუშაობდეს და ორიენტირებული იყვნენ, რომ ხალხ შეუმსუბუქონ ცხოვრება და არა ჩინოვნიკი უფრო გაამდიდრონ. აი ეს რომ ხდებოდეს, კი ბატონო, მოგვეწონებოდა. ვიცით ჩვენ არაერთი სახელმწიფო უცხოეთში, გნებავთ ევროპაში, სადაც პენსიაც მაღალია, შრომითი უფლებებიც დაცულია, ხელფასებიც მაღალია, ჯანდაცვაც ხელმისაწვდომია, განათლებაც და ჩინოვნიკები და მაღალი თანამდებობის პირები იმაზე მეტს, დიდწილად მეტს, ვიდრე პენსიონერს აქვს პენსია, უბრალოდ ვერ ინიშნავენ, ასეთია კანონმდებლობა. მოპედებით და ველოსიპედებით დადიან მერები რიგი ქალაქებისა. და გრძნობენ ისინი და იციან, რომ უბრალოდ დაქირავებულები არიან
გარკვეული პერიოდით ხალხის მიერ. ისე კი არა რომ ჩვენ თანამდებობაზე მოვიყვანთ ადამიანს და ის არის ჩვენი უფროსი, მე ასე გონია მას. და წასვლა აღარ უნდა არასდროს, ისეთ სისტემებს და ისეთ სქემებს ახორციელებენ, რომ სამარადისოდ უნდათ დარჩნენ ხოლმე. ეს უბედურებაა პრობლემა და პრინციპში ამის თანამონაწილე ალბათ საზოგადოებაც ვართ დიდწილად. ნაწილი საზოგადოებისა არის ამის თანამონაწილე, მოსწონს ეს წყობა, ეს სისტემა ადვილად იჯერებს პროპაგანდას და ხან რა მიზეზებით ხმას აძლევს ამ უსამართლობის შემოქმედებს. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. ახლა ეთერშია ინტერაქტივი. ჩვენი შეკითხვა კი ასეთია, რამდენად ხშირად ახერხებთ დასვენებას ქართულ კურორტებზე. თუ საერთოდ ვერ ახერხებთ, იქნებ ის მაინც დაგვისახელოთ ბოლოს, როდის შეძელით გასულიყავით ქალაქიდან, რა სიტყვით ფასებზე და მიზეზებზე იმისა, თუ რატომ არის ხელმიუწვდომელი, ან იქნებ ხელმისაწვდომი დასვენება ქართულ კურორტებზე. ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? ტელევიზორს ხმა გამოურთეთ და ისაუბრეთ, ეთერში ხართ. დიახ, კი ბატონო, გამოურთეთ ხმა, გელოდებით. ალო. ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მე სლოვანი ადამიანი ვარ. ადამიანი ვარ სლოვანი. მართოს 40-45 წლებში. დიახ. თემი ქალაქი, ბავშვები, გასულები ვიყავით დასასვენებლად. საბავშვობაგი, ლაგერები. ეს იყო მაშინდელი, სტალინის დროინდელი. იმის შემდეგ ეს ვარიანტი არა რაკიან ყოველთვის იყო ხოლმე. ნუ მე მოუგმენეს გარბაჩოვის იყო კარგი მდგომარეობა სტალინის დროს, მაგ დროს და ნუ ვატლიტიკე მაგდანის არ შეიძლება გორსი ადამიანი ვერ გამოსულა ეს პიროვნება სტალინელი. ვერას არ შეიძლება ეს ისტორია. ყველაფერს გაუჩნდეთ ამ სახელს. კირჩხილია, იმიტომ ხალხზე ყველაფერს რომ კარგით, მადლობა, ნუ შევცვლით მნიშვნელოვნად თემას და ნუ ხარ გავიმეორებთ რამდენჯერმე ერთი და იგივე შინაარს. მიიგიხვდით, რისი თქმაც გნებავდათ, თქვენი აზრია და თავისუფალ ეთერში რასაკვირველია შეგიძლიათ ბრძანოთ ესეც და სხვა ნებისმიერი კორექტული აზრი. რამდენად ხელმისაწვდომია დასვენება თქვენთვის მიუმართავ მაყურებელს და რადიო მსმენელს, წელს თუ შეძელით გასულიყავით ქალაქიდან, ვიმეორებ ეს ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია და ყველამ ეს ვიცით და ეს კულტურა არსებობდა სწორედ საბჭოთა კავშირის დროს, რომელიც თქვენ ახსენეთ, აი ბოლოს არის ავტორს ვეტყვი, რაც დამოუკიდებელი საქართველოა, რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით, აი ამასაც გეკითხებით, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ხოლო ახალგაზრდები საინტერესოა რა სიტყვიან ფასებზე, ქართულ კურორტებზე და თავიანთ შესაძლებლობებზე ამ კუთხით. ზარია, გამარჯობა. ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. ანუ გამარჯობა. დიახ. მე მინდა ტელევიზორს ხმა გამოურთეთ თუ შეიძლება ეს მე მგონი გვაფერხებს ახლა და ეს არის მიზეზი რომ ვერ ვგებულობთ თქვენ საუბარს. ხმა გამორთეთ ტელევიზორის ბოლომდე. მე 50 ნუ ჩერდებით, ისაუბრეთ მკაფიოდ და გამოთქმით. ძალიან გთხოვთ, ხელახლა დაგვიკავშირდით, მოემზადეთ კარგად ეთერის წინ, ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ და ისაუბრეთ მკაფიოდ. ნუ შეჩერდებით, ეს თხოვნა მაქვს თქვენთან, როგორც ტელემაყურებელთან, ასევე რადიო 105-სა და 1-ზე ჩვენს მსმენელთან. 557-88-55-88 პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი და მორიგი ზარია ეთერში. გისმენთ? გამარჯობა. მესმის თქვენი ხმა, დიახ. მე თელი ცხოვრება 15 წელი იმიგრანტი ვიყავი.
ჩამოვედი ახლა და საშინელი სიტუაცია ამ ფასებს სარბიცის სიგიჟემდე შეიძლება გადახვედი ადამიანთან მასაკოვანი ვარ ახლა ჩემი შვილიც გახდა ემიგრანტი არ ვიცი რა მარტო ღმერთის იმედაცად რომელ ქვეყანაში ცხოვრობდით? შვილო ხედავთ ახლა ტელევიზორში და ისეთი მითვისები არ ვიცი და ალბათონო ლაპარაკი იმიგრაციაში 15 წელი ვიყავით ეხლა ის საქართველოს რამეს ნახავს ახლოს თორე სხვაზე ლაპარაკი ზედმეტია მე რომ იქავ ცხოვრებას ვატარებ ამ ცხოვრებას შედარება არ შეიძლება ფასები რაღაც გიჟური არ ვიცი აი რაღაც ხრაჩილო ასაკერე უწონდეს ხეს ვიქცეთ რომ წავიდოდი რა ვიცი ასე თქვენ იმედზე ვარ მესმის და იქნებ რაღაცა გვეშველს კითხვა შეიძლება დაგისვათ დასვენებაზე რომ თვით ახლა რაზეა რაში დასვენება დიდი მადლობა ზარისთვის თქვენ არ გესმით სავარაუდოდ ჩემი საუბარი თქვენი სათქმელი კი მოვისმინეთ და მადლობა კიდევ ერთხელ ზარისთვის 5-5-7-88-55-88 ზაფხული სეზონია შუა ივლისია პრაქტიკულად და ყველას უფიქრია ერთხელ მაინც ახალგაზრდასაც, ბავშვსაც, პენსიონერსაც, შუახნის ადამიანსაც, რომ რატომაც არა, რატომ არ უნდა დაისვენოს გნებავთ ქართულ კურორტებზე. და ამ კუთხით ვსვამ შეკითხვას, ხელმისაწვდომია თქვენთვის დასვენება? წელიწადში ერთხელ თუნდაც, წინა წლების მაგალითიც გავიხსენოთ და გითხარით, შეძელით თუ არა ეს. რადგან არ ითვლება თანამედროვე სოფლიოში გადაჭარბებულ ფუფუნებად, რომ გნებავთ წელიწადში ერთხელ მოქალაქემ შეძლოს და ჰაერი გამოიცვალოს. ეს ჯანმრთელობისთვისაც საჭიროა. და ადამიანის შინაგანი განწყობისთვისაც ფსიქოლოგიურად საჭიროა. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა, მოგესალმებით. დიდო მარგალიტო ჩვენი კუთხის სახელოვანო შვილო დიდი მადლობა. ეს თქვენი შეკითხვა რომელიც ჩვენ ყველას გვაინტერესებს მე ერთი ვინმე გირეკავთ აფხაზეთის წარმომადგენელი დინარე კოდორის მარცხენა სანაპიროდან დიახ. სოფელი ნა დიახ ჩემო კარგო ომის მონაწილე ვარ დღეს უსინათლო ვარ უმაღლესი განათლებით გაყვავართ უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი ვეტერანი სამჯერ სიკვდილით გადარჩენილი ომის კამათსა და შრომაში 140 სკოლის მოსწავლე გადავარჩინეს სიკვდილს როდესაც ეშერიდან რუსები გვესროდნენ დღეს კი უსინათლო ვარ სრული არავის ყურადღება არ მოგწევია ფაქტიურად ჩემთვის თქვენ რასაც შეკითხვას ვსვამთ მე ერთხელ გავხდი დასასვენებლად მინღოდში მაშინაც განათლების სისტემის პროფკავშირმა მომცა საძური და იმის შემდეგ მე არასოდეს ყოფილვარ დასასვენებლად ეს რამდენი წლის წინ იყო? რაც აინტერესებდა იმიტომ რომ აფხაზეთი მთლიანად კურორტია ისე როგორც სრულიად საქართველო ანუ სრულიად იბერია უკანონო ხელისუფლების მოსვლიდან ანუ ხუნტის დღიდან დღემდე საქართველო კლებულობს ტერიტორიით კლებულობს მოსახლეობით კლებულობს კულტურით კლებულობს განათლებით და კლებულობს ყოველგვარი ისტორიით რომელი ისტორიაც ჩვენს წინაპრებს დაუტოვებიათ ჩვენთვის სამწუხაროა ეს ფაქტი და გვინდა დღეს ერთ მუშტად შეყვრა კვლავ ისე როგორც თავის დროზე ჟვიადიმ და მერაბიმ შეყრა ერთ მუშტად ერი ქართველი ერი იბერიელი გაუმარჯოს იბერიას გაუმარჯოს ჩვენს მართლმადიდებლობას ის ხუნტა მადლობა, დიდი მადლობა ზარისთვის ჩემო ბატონო, ჯანმრთელობას გისურვებთ და მადლობა რომ ესეთი საქმეები გაქვთ გაკეთებული. 140 ბავშვი გადავარჩინე, როდესაც სკოლის დაბომბვის საფრთხე იყო და ეს არის
უზარმაზარი გმირობა, უფრო დეტალურად რომ მოგეყოლათ, კარგი იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან დაკავშირებას, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ისტორია არ დაიკარგოს და დარჩეს. იმიტომ რომ მე პირველად მესმის ეს და პირველად ვგებულობ ამის შესახებ. 5-5-7-88-95-88 ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ეს არის ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში გადაცემა, რომელსაც ინტერაქტივის სახელით იცნობთ, სადაც ძირითადი ყურადღება ეთმობა მაყურებელს და რადიომსმენელს, რეკავთ ეთერში და ჩვენც დიდი სიამოვნებით გითმობთ საეთერო დროს, იმისთვის რომ ხმა მიაწვდინოთ გნებავთ დანარჩენ საზოგადოებას, გნებავთ გაგვიზიაროთ თქვენი სათქმელი. ამ შემთხვევაში კი ვინაიდან ზაფხულის სეზონია, ჩვენ ვსვამთ შეკითხვას, თუ არის ხელმისაწვდომი ქვეყანაში ჩვენი მოსახლეობისთვის დასვენება გნებავთ ქართულ კურორტებზე. წელიწადში ერთხელ მაინც. და როგორ ცხოვრობენ პენსიონერები, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ მსოფლიოში ბედნიერების ინდექსით და კეთილდღეობის ინდექსით მოწინავე ადგილებს ვიკავებთ, მოდით ეს ინფორმაცია გადავამოწმოთ ახლა და თუ ასეთი ხდება მართლაც და ბედნიერების და კეთილდღეობის ინდექსებით მსოფლიოში წინ ვართ, მაშინ ალბათ დასვენებაც უნდა შეგვეძლოს. წელიწადში ერთხელ კი არა, სამთვეში ერთხელ მაინც. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. ანუ ფილმამ რომ გამიწევს ლამაკრასი შეკითხვა ისიდან გამომწვევი რომ ბედნიერების ინდექსი ისაუბრებს ანუ ბედნიერების ინდექსი როგორ არის შესაძლებელი იყოს ქვეყანაში საფუძ არის ამდენი მოწინააღმდეგე ამდენი ფანტაზიული მედიკამენტების უხოლის გამო იზრდება თეთრის ტერიტორიული სიანობა უდგენელია ძირითადად თეთრი ოკუპირებულია და ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ქვეშია ქვეყანას პარტიული პოლიტიკა მარი ხო ყველანის მასშტაბით ამაზე მე რამდენად გვაქვს უკვე პროტესტის შეიცავაზე რაცები ქვეყნის ეკონომიკა გაბარტაცებულია და ბიუჯეტი არ არის რეალურად სამხარისო სოციალური პროექტის მოხმარდა სამხარი ადამიანის უფლებები გაშლიან არის ეხლა ბოლო ინციდენტი რომ რეკოელისმოსის 13 წერილი ესაჯა ატიმრობა ეხლა რომელ ბედნიერების ინდექსი არის საუბარი, როდესაც ოჯახი ააწიოყეს და ააწიოყეს და ასე ვთქვათ ზრუნველი მამის გარეშე დატოვეს. ფასების და პენსიების ზრდა ყოველთვის დაუჭრელი პრობლემაა. 200 ვარიანტია და აქტორიზაცია არის პენსიაც სამაგიეროდ ძალიან კარგად იწოდენ ვოიაჟებს საზღვარგარეთ, მინდა ვთქვათ ეხლა ზაფხულის სეზონია და ხომ მოიკლებენ ანტალიას ბალეარის კუნძულებს და ასე შემდეგ ადამიანის ნორმა დაუფასებელია და საერთოდ ადამიანი პრიორიტეტი არ არის ამ ქვეყანაში და მე ვთქვით ვინც დასაქმებულია წელში არის გაწყვეტილი 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს დასაქმებული და უნდა თქვა დამატებით აი ამ 8 საათის პლუს ზემოთ მუშაობს და სამსახურს ავტოვებინებენ თუ არ გინდა საბრდამი აბსოლუტური სიტუაციაში არიან დასაქმებულები, აკეთებენ 3-4 ადამიანის საქმეს, მინდა გითხრათ, ბიზნესის წნეხის ქვეშ არის, ისინი თავის მყიდველად ახდენენ დასაქმებულების ექსპლუატაციას და საერთოდ რაზე ვსაუბრობთ და უმფინანსებელი სუბიექტები და დასული არ არის და პანტაპოტისება, მათი შემიწევება და მოკლა ეს კიდე თავსაკაცია. და გამოსავალი რაშია? გამოსავალი არის ფინანსი ბედნიერების ინდექსი უნდა ვიწვიდეთ ესაცან. უნდა ყველანი ახლა დავდგეთ და მოვიფხოლოთ ვადამდელი საპარლამენტო ასწლები და რაც შეიძლება მშვიდობიანად გაუცხოთ ეს ხელისუფლება თვითონ ჩათვალებას. გასაგები. მდგომარეობა ხმამსური ვერ შეიძლება, იმიტომ რომ არანაირი კომპრომისი ეს ხელისუფლება მოსახლეობასთან არ მიდის. არაფრის გაკეთება და არაფრის გაკეთება მათ არ უნდა. კი ბატონო, გეთანხმებით რომ არაფერში დამნაშავე არასდროს არ არიან, არ უყვართ ხოლმე გათვალისწინება მოსახლეობის აზრისა. ნუ აი ახლა ჩვენს თვალწინ არის არაბული ქალაქების თემა, როგორი დიდია პროტესტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ ითვალისწინებს ხელისუფლება ხალხის აზრს. მაგრამ თავის მხრივ ხალხსაც არ უნდა აქციაზე გასვლა და ამით სარგებლობს შემდეგ ხელისუფლება. აბა 100,000 ადამიანი რომ გამოდიოდეს აქციაზე არაბული ქალაქების წინააღმდეგ ეს შეჩერდებოდა და შეწყდებოდა დაუყოვნებლივ.
და ბედნიერების ინდექსით მართლა ევროპაში და მსოფლიოში მოწინავე რომ ვიყოთ, როგორც სახელმწიფო მედია გვეუბნება, მაშინ ეს ჩვენი ქართველი ემიგრანტები რატომ გარბიან აქედან და რატომ მიდიან უცხოეთში, თუ ბედნიერებას გაურბიან ისინი. Სარია ეთერში, მაგრამ მანიშნებენ რომ გაითიშა სამწუხაროდ, სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. დასვენებაზე ლაპარაკი ზედმეტი არის. მაგრამ ისე ახლა ეს ადამიანზე ფესბუქული შესაძლებლობა მქონე ადამიანზე 63 წლის საკალი არის უსტი ნაკლო დიაბეტიანი ინფარქტის დავადებული ნაბიჯერად და სამოუკიდებლად არის მარტოხელა მე ახლობლებს ხანებს მიყავს ხან მეორეს მიყავს და აგენტი ისულა სახლა დახვედრე და მოუხმია სოციალური დახმარება და რამდენად სწორია ეს არ არის სწორი ჩვენ არაერთი შემთხვევის შესახებ ვიგებთ რომ უსამართლოდ არის მოხსნილი დახმარება ხელისუფლებამ თქვა რომ ბევრი სოციალურად დაუცველი ყავსო და გადამოწმება დაიწყეს ამ სიისა და უკვე 126,000 უკვე მოუხსნეს და კიდევ აგრძელებენ ამ მოხსნას დახმარებას. რა არის სამართალი? ადამიანი ნაბიჯებს და აი ქალბატონო მარტო ხელ არის როგორ უნდა გაჩერდეს ქალბატონო რა მინდა გკითხოთ იცით ხელისუფლება როდესაც ამ დახმარებებს უხსნის ხალხს ამბობს რომ მათი ცხოვრების დონე და მდგომარეობა გაუმჯობესდაო აი ვისაც თქვენ საუბრობთ მისი მდგომარეობა შეიცვალა ან გაუმჯობესდა აი მე ისე გახდეს მაგენი ვის მოხსნება ვის დანება გასცა მაგის ანუ არაფერი არ შეცვლილა უკეთესობისკენ. რა შეცვლილა ვერსიაზია მარტო საწყალი ადამიანი. იმას ტესტიჩილებს დიაბეტი რო გაეძობა 50 ლარი ხონდა ამიტომ იმას ხიდულობდა მეცნიერებს რა ხერხესა. მადლობთ. დიდი მადლობა ამაზეა სწორედ საუბარი მაგალითები ეთერში ზარები შემოდის და ყვებიან ამის შესახებ. ეს მხოლოდ დღეს არ შემოსულა ასეთი ზარი სხვა გადაცემებიდანაც მახსოვს მე, როდესაც გაჭირვებულ ოჯახს უხსნიან სოციალურ დახმარებას და ამბობენ მე შემდეგ რომ მათი ცხოვრება ამ 126,000 ადამიანის გაუმჯობესდაო. და ამის დასამტკიცებლად კვლევები და ინდექსები მოჰყავთ ბუნდოვანი ორგანიზაციების, სადაც საუბარია რომ აი მართლა თურმე უკეთ ვართ და კარგად ვართ და ეკონომიკა დუხს. რაც როგორც ამ ეთერიდან იკვეთება, არანაირად არ შეეფერება სინამდვილეს. ადამიანებს წელიწადში ერთხელ ვერ დაუსვენიათ სოფელში ან კურორტზე ვერ წასულან. ისეთი არა ადეკვატური ხელფასები და პენსიებია. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით დიახ. რაც ეს ბედნიერი საქართველოს აქვს დედამიწა სტუდენტთა კლუბი ამიტომ ადგილი ავსო. რა შეიძლება ვიყო შემოქმედებაში ყველა სკოლისგან უნდა გარბოდე. ძალიან ცუდად ისმის. თქვენი კადრები და ფოტოს ამბობი კიანეთი და ყველა. ამიტომ იმაზე ბევრია გამოგდები. ყველას უნდა ნახოს აბსოლუტურად სტუდენტი කියන საქართველოს ხელისუფლება. დიახ. ეგრეთ მე ხალხი გამოვიდა და კონკრეტულად აკარგა ვისაუბრებ როგორც ჩამოაყალიბდა ეს კარგით, აი მე სამწუხაროდ ცუდად მესმის, მაგრამ ნაწილობრივ გავიგეთ და მადლობა მინდა გითხრათ ზარისთვის. ჩვენ სამწუხაროდ დრო გვეწურება და უნდა დავასრულოთ. ვისურვებდი მე რომ თუ ბიუჯეტში არის ფული რომ 527 მილიონი ლარი პრემია დანამატებში გაიცეს, ამ ფულის რაღაც პროცენტი მაინც გამოათავისუფლონ, არ აიღონ ასეთი დიდი პრემია და პენსია და შექმნან რაიმე სახელმწიფო ფონდი. იქ ბიზნესმენებსაც მოუწოდონ რომ ჩარიცხონ თანხა მილიონერებმა და მდიდრებმა. და ამ ფონდის მეშვეობით იქნებ უზრუნველყონის რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პენსიონერებმა ამ ფონდის მეშვეობით წელიწადში ერთხელ მაინც შეძლონ ჰაერის გამოცვლა და დასვენება. ვისთვისაც ყველაზე მეტად ხელმიუწვდომელია ეს ყველაფერი მათთვის იყოს ეს. წელიწადში ერთხელ თუ არა იქნებ რაღაცა 2 წელიწადში ერთხელ რაიმე სქემით მოუწიოთ ასეთ ადამიანებს წასვლა. ყველაზე არ არის საუბარი ახლა მთელი ქვეყანა რო დაასვენო ამის ფული არ არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება და ვინც მოკლებულია, იქნებ მათთვის მაინც შევძლოთ. და იქნებ ეს პატრიარქმაც გაითვალისწინოს დიდი სიყვარულით და პატივისცემით
ვისურვებდი ამას, რომ ამ ფონდის შექმნაში თავად მიიღოს მონაწილეობა. თორემ ხელისუფლების დამოკიდებულებებს რომ ხედავთ ჩვენ, მაინც და მაინც არ უნდა გვჯეროდეს, რომ ახლა ადგებიან და ასეთ ნაბიჯს გადადგამენ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ გვისმენდით, გვიყურებდით და გვირეკავდით ეთერში. გადაცემას უძღვებოდი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ნახვამდის.